მოგესალმებით, მე ვარ თოფერ, ჰოლმსნოვის თავარი ადმინი, მოცემულ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით თუ რომ უნდა გავხადოთ ჩვენი Adobe Photoshop CS5 ლიცენზირებული. ამ შემთხვევაში ლიცენზირებულში გულისხმობთ იმას, რომ იყოს მუდმივი იგი და ანუ სანამ მაგალითად მე მაქვს 13 დღე დარჩენილი, რომ Photoshop-ი გამოვიყენო, ასე რომ ვთქვათ, მუდმივად 13 დღის განმავლობაში, მაგრამ 13 დღის შემდეგ იგი გახდება პრობლემა, თუ არ გვაქვს სერიული ნომერი. სერიული ნომერის მე აუცილებლად მოყავთ ამ ვიდეოს გადმოწერას, თუ გსურთ სერიული ნომერის ელა, მაშინ შემოხვდეთ ჩვენ საიტზე home.com-ზე და მოძებნით შესაბამისი სიახლეს აძლევთ სისტემაში და გადმოწეროთ და ნახოთ მოცემული სერიული ნომერი. ახლა მოდით დავიწყოთ. ანუ აქ მაქვს როგორც ხედავთ სულ 4 სერიული ნომერი, აქედან შესაბამისად რომელიმე თქვენს აუცილებლად მოერგება, მაგრამ თუ არ ვწდები 4-ვე არის ასე ვთქვათ 4 არის აი როგორც ხედავთ ერთ რიცხვი და უკვე არ ერგება მოცემულ სერიული ნომერს. თუ დავაწვევით continue relax, შესაბამისად იგი გახდება ლიცენზირებული. დავაჭიროთ continuous და როგორც ხედავთ სისტემაში უკვე ასე ვთქვათ არეგისტრირებული ვარ და აღარ ჩნდება რამე პრობლემა. ახლა ძალიან ხშირად საზოგადოების რაღაც ნაწილი Photoshop CSS ან CS6 იყენებს. მე ორივე ვიდეო მაქვს დადებული CSS CS6-ის და ესე იგი თუ როგორ უნდა გადმოწეროთ და ასე რომ ვთქვათ ეს ასეთი დიდი პრობლემაც გადავწერით. იმედია ყველაფერი გაიგეთ, თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენ სასწრაფოდ ხოლმე დაგვიწეროთ თხოვნების გვერდზე, რის შედეგადაც ჩვენ მას აუცილებლად ავსრულებთ. მადლობთ ყურადღებისთვის.